მართველი გუნდი ოპოზიციური მედიის სპეკულაციებზე საუბრობს. საუბარია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატ ლიუ ძინჩაოს დაკავებაზე, რომელიც ქართული ოცნების დელეგაციების ხელმძღვანელებს ჩინეთში ვიზიტისას შეხვდა. თუმცა ამ დიპლომატს სხვადასხვა დროს შეხვედრები ჰქონდა არაერთი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელთან, მათ შორის იყო ენტონი ბლინკენი და ტონი ბლერი. მეგინ არსავიძე მუშაობს თემაზე და ის პირდაპირ ეთერში გვერდება. ლიუ ძინჩაომ ჩინეთის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში არაერთი შეხვედრა გამართა მსოფლიოს ლიდერებთან, სხვადასხვა წარმომადგენლებთან, მათ შორის ენტონი ბლინკენთან შესაბამისად ინფორმაციას, რომელიც რადიო თავისუფლებამ და რა ფორმითაც მან ეს ინფორმაცია გაავრცელა, ამას სახელმწიფო გუნდი უწოდებს სპეკულაციას, ამბობენ, რომ ეს არის მედია, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ გარეძავების ინტერესებს და მოქმედებს გარედან მიღებული დავალებებით და ცდილობს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას, თუმცა უშედეგოდ. რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებების გაკეთება დღეს სცადა ოპოზიციიდან პაატა მანჯგალაძემ, თუმცა ამ სპეკულაციის ასახსნელად ფანტაზია მასაც არ იყო. ბოლოს ირაკლი კომბახიძე შეხვდებოდა, იმიტომ ბლინკენი თითქმის რა ვიცი, წელი სრულდება, რომ არ არის ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაგრამ ჩემთვის ეგ არის. სამართლებს რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია. მე გახდით ერთი თვის წინ ჩინეთში, მიწვეული ვიყავი გლობალური ცივილიზაციის სამიტზე, სადაც მე შევხვდი ამ ადამიანს, 140 ქვეყნის დელეგაცია იყო ჩამოსული ჩინეთში. და ეს ადამიანი, ვინაიდან იყო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, საგარეო ურთიერთობა და დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შეხვდა ყველას აბსოლუტურად. რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია გახლავთ აბსოლუტურად პროპაგანდისტული და ჩვენ კარგად ვიცით რადიო თავისუფლება, რასაც ემსახურება და ვის მიერ ფინანსდება, ეს არის საგარეო ძალის მიერ დაფინანსებული, აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ერთი მიზანი: ფსევდო ინფორმაციების გავრცელებით გამოიწვიოს ანტისახელისუფლებო განწყობების საზოგადოებაში. რადიო თავისუფლებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებშივე კეთდებოდა შესაბამისი განცხადებები. ჩინეთი არის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი და ძლიერი მეგობარი. და არა მხოლოდ ჩვენთვის. რაც მოხდა დაკავება თუ ასე შემდეგ, ეს არის ჩინეთის შიდა საქმე. უამრავ ადამიანს ხვდებოდა სხვადასხვა უმაღლესი თანამდებობის პირი სხვადასხვა ქვეყნებიდან, ხო, სხვადასხვა წამყვანი და ლიდერი ქვეყნებიდან მსოფლიოში. ასე რომ აი ეს სპეკულაციები, ეს ბინძური სპეკულაციები, ის ბინძური ნარატივი, რომელიც ჩამოდიოდა აქ წინა ადმინისტრაციიდან, ამერიკის და დღესაც ჩამოდის ბრიუსელიდან, ემსახურებოდა ერთადერთს, რომ მაქსიმალურად შეექმნათ საფრთხე ქართული ეკონომიკისთვის. ინფორმაცია, რომელსაც სახელმწიფო გუნდი უწოდებს სპეკულაციას, გავრცელა იმ მედიამ, რადიო თავისუფლებამ, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დაფინანსება შეუწყდა. მადლობა მეგინ არსავიძეს.